გაუმართლეს. სულ მოთქმული მოვედი. სანამ ოდნავ მომემზადები და ჩავალ დაბლა. ფანჯარა დახურული, იმიტომ რომ იქ იწვება მწვადი. ეს ხოლმე შემოვატრიალებ მშვენივრად დგას. მომწონს, მაგრამ სარკის მდებარეობა არ მომწონს, ჩემთვის არაკომფორტულია. ხა ვაპირებ ოდნავ გამოვწიო და იქ გადავდგა ეს. ანუ აქ რო ვზივარ, თითქოს მიჭედილი ვარ რა. ხო და ძალიან აქთაც ვერ გამოვწერ, რომ ნახე ეს შესაერთებლები მჭირდება, ფენია თუ რა არის. ეხლა იცი რას ვიზო. ოდნავ ამას გამოვწევ. აი ასე, დიდად არაფერი შეიძლება, მაგრამ როგორ შეიძლება? ავიდე და ასე ეს უჩი ძლივს დაგებოს ყიდაზე ვაყენებ ისე. მაგრამ ისა არა უშავს. მე შევაერთე აი ეს და დაბლა ჩავშვ. ხა მინდა სანათი, სადა ხარ? აი ეს. Direction. Все. Магида. Айс. როგორ დავშალო? რა ვიცი, თეფშები რა ისე დაშორებით დაალაგე. ხო და რა ებიდაო? ჩამოვარ მანამდე თეფშები და ჭიქები დადე. არაფერი არ არის ეს დასადები. თითქოს წვადი უნდა იყოს. აჰა, ეს ესე. ეს ესე. ეს მარტო ეს სახეობის წამალი რასაც ვსვავ. დავდებ აქ. ამას აი ესე ავწევ. თავი რატო გივარდება შენ? всё, ძნელი იყო. საერთოდ არ იყო ძნელი. ეხლა გადაგცობთ აქეთ, აბა როგორ დარი ესე დავჭდე. всё, მშვენიერი, აი ძალიან მიჭუჭყნული იყო და მოდიტო არ მომწონდა. ესეც რომ მოვაბრუნო, ფიქრიც არ არის. ეს მოძრაობს ეს სარკე, მიყუდებული. всё, ეხლა ძალიან კაი. ჩემთვის საკმარისია. აბა ავანთოთ. ну ცოტა დამუღამება უნდა. რა ისე უცე ჩანს, ეს მთლიანი ოთახი ჩანს. შეგიძლიათ თამამად გამლანძღოთ ხოლმე თუ დასალაგებელი აქვს. მაგრამ ისე დავალაგე, რა ვიცი, ძალიან ისე უნდა ვიყო, რომ ისე ვავწეწო და ყირაზე დავაყენო. ასე. ვიცა, ცოტა ვავწე. თან სანაცე ხართ, ეხლა თქვენ მიყუდებული. ესე იგი აბანოდა რომ გამოვიდ მეცვა ეს ხარხნო და სანამ ამოველი კინაღა მომუწყდი. ის ორივე თხელი ხალათი მიდევს ჩანთაში, ანუ ერთი მაიში რომ მომეც თავის პერანგიანა და ერთი ჩემი. ხო და არ ვიღებ ჯერ იქ უნდა ვიხარო. ესეც გარეთ გადავკიდოთ რო გავალთ. პისაწმენდი. თმის გაშვებას არ ვაპირებ, აი ესე მე უნდა ჩავიდე. ცოტა ისწავლის. აი ხარ ვიცი ხა თუ რამდენად მეტყობა, აი ესე მაქვს ლაქა და აი ესე ზის ლაქა, რომელიც არასოდეს ანუ ლაქების სახეზე არ მიჩნდება. დიდი ალბათობით ეს ამ მდგომარეობის ამბავი, იმიტომ რომ ორივე ერთად ზედა ფეხმძიმობა. ჯექოჩოული მოვლენა. მაგრამ იმათაც არ მქონი არც ერთ. ეხლა მინდა რომ ცოტა გავმალო. ოდნავ. ესეც დავალაგე ხალხო და არ მინდა ყირაზე დავაყენო. ესეც ესე.
აი რა გავაკეთე, ნახეთ. ანუ ესენი ხო ჩავალაგე, ფუნჯები და ესე და აი აქ ის პატარა ფანქრები და ისინი რომელსაც თუ ესე თითით რეძებდი ხოლმე. ასე მაქვს ახლა წკრიალად. ნახე, შუშის გაწმენდაზე დავდიოდი. მტრების ტილოთი მაქვს, სუფთა მტრების ტილოთი მაქვს გაწმენდილი. და შუშების აღარ გადავატარი იყოს მეთქი. აი და ეს აქ დასაჭერი ამას თავი უვარდება ამ უბედურს ამას. რატო ხარ შვილო მასე? ესე იყო. ძალიან ოდნავ უნდა ავიღო ეს. მარტო აქ უნდა წავისვო. დღეს ისე ყირთამალა გავიყავი და რავი რა აღარ გავაკეთე. და რა ვიცი დაუძალებია და არც ის უბრალოდ აი ეს ოთახი ხომ მინდოდა მომეწესრიგებინა და დავამთავრე რა. ნანი კი დამდევდა რომ დამინახა რომ იმით ხეხავდი. რას აკეთებ გოგო? ხო და ეხლა რომ მე წამოვწევ სხვათა შორის ბუზი რა გინდა აქ? წამოვწექი ერთი საათი ცოტა მეძინა კიდეც დავისვენე კიდეც რა. ხო და მე ჩავედი და ბლა მიძინა იყო მოსული რავი დავსხედი ცოტა ხანი კურდღელი შევდგი შესაწველად. ხო და იმდენად მოძრაობდა, ბავშვი იმდენად მოძრაობდა, რომ გეფიცე მეგონა რომ პირდა ფეხი ამომიყო. ხო და მაშას მეუბნეოდი რა ვიცი ეს ნანის კუთნილი უბილე მეუთხარი. ზიბათ თუ არ იქცა მეთქი მაღარიჩად. რავი დღეს ჯერ არ დამთავრებულად დღე ვნახოთ რა სისავს. უბრალოდ აი სიწითლე დაუმალო გარეთ უკვე გრილა. ანუ ვიღაცამ აი ჯერ ხოს გრილა ხარხნო და ძლივს გეღირს ადამიანს რომ გრილად დაჯდე. ვიღაცამ გადაწყვიტა მოდი რაღაცა ზავანთებ წაუკიდებო. რაღაცა არის არა ფოთოლი არა რაღაცა მყრალი რეზინი თუ რა ვიცი ესე სუნი დგა და ბუნგარი იდგა გარეთ რო არ ვიცი ამ სიცხეს რო ეგეც ემატება არის ყველანაირი კომფორტი. всё ეს ტონალური ცერატა მომწონს ის არის კრემოვანი რაღაც და არ ბილებს თითქოს კანს და ეხა ოდნავ რო ვღიალებ მე აღარაფერს არ ვაკეთებ ლაშა მოძრაობს თვითონ ნანი ბიძინა იოანე ბარბარე ნინო დაბლაი ოთახის დაბლა არის პადვალი როგორ ანუ გამოთხრილი გვაქვს ოთხკუთხედები აქედან და აქედან რომ ის იყოს ნიავმაიაროს და არ დანისტიანდეს და რაღაც რა და მაგაში შეაგდო ბურთი და აი ქვევრში რო არის ხო იცით აი ეგ შესვალაშა ბურთი ორი დღეა ბურთის გამოღებასაც ცდილობს და ვერაფერ თორ გამოიღებ თუ არ შევ მეუბნეოდი არ შეშინდეს მეთქი მე მაინც არა შევიდა გამოიღეს ნესტზე გამოხსენდა რომ მეორე სართულიო და ნესტიო მას ძალიან არისო მარტო აქ კი არა ხალხო ნესტი არის ყველგან ნესტი არის მთელ სოფელში მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ამ სახლის გარშემო დრენაჟი გვაქვს გაკეთებული არ შვილის ხალხს იატაკები ჩაუცვივდა და ახლიდან გააკეთეს მართლა ეგეთი ნესტია და მართლა ეგეთი ამბავია მიუხედავად იმისა რომ ეს კედლები არ ვიცი ვინც უყურეთ შარშან ამ ოთახის გარემონტების პროცესს რითი აღარ დავამუშავეთ სპეციალური ხსნარები იმები და ხო საწოლიც იმიტომ გააქვს არ მივადგით კედელს არ მივადგით აქეთ ამ მხარეს რომ მაქსიმალურად კედლიდან აი ეხაც რომ მიგიყვანო და აი კედელსა და თავს შორის ამხელა ანუ სპეციალურად მაქვს გამოწეული ну ისე ძალიან აღარ იყო მაგრამ მაინც რა თან პერიოდულად რო სველდებოდა წმენდავდი და
წესით ეხა გარეთა ოთახსაც რო გავაკეთებთ და შეიკვრება და სითბო მეტად იქნება. სავარაუდოდ ფიქრობ, რომ აღარ იქნება ესე ძალიან. მაგრამ ის სოფელში ჩვენთან, ვინც ცენტრალური გათბობა გააკეთა, მე მგონი ის დაემშვიდობა ნესტს. ნუ შეიძლება ის და 99%-ით მაინც. ხოდა ეხა ცენტრალური გათბობის რა კითხეთ ჯერჯერობით, მაგრამ თავად ეჯამთელად იყო და ხან ცენტრალურად გათბებ და ხან კიდე გვერდულად. ეხა დაბანილი ქალი ყო ემებს წაისმის მატვინი გააქვს თავში, მაგრამ მოდი არ საწავთ უბრალოდ. 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 არავისაც არ ველოდებით. თუ ჩვენ დავიყოთ, ჩემი მაზლი მოვა და გაბრიელის მომავალი ნათლია, ვანიჩკა. ეგ არის და ეგ. და ჩვენ ვიქნებით. ეს გამიკეხა რომელიღაცა ხვლიკმა. აღაც თავი მაქვს რომელმა გატეხეთ მეთქი, რომელი ხა ნინო აიმებს არ წაისმევს. დიდმა ხვლიკმა გამიფუჭეტო. ან დაუვარდა ძალით არის აუდა. ხოდა ესეც ეს. ეგ არის. ჩემ პუდრი პომადა. აი ეს მოწონს ბარბარეს და ადრე მივეცი ესეთი. ხოდა რა ვერა უყო. ეხლა მას მემპარავს ხოლმე. მე კიდე არ ვაძლევ ცოცხალი თავი. არც არის გათლილი, გავიხაზე. აჰა. ცხელა მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვაღებიქ. ესეც დავწი. და ჩავედი დაბლა. არანაირი დავარცხნა ხალხმა. სველი თავით მიდივარ დაბლა. პრინციპში ხა გავალ ცოტა შევიშო პირსაწმენით, სანამ გადავკიდე პირსაწმენს და იგარი და ეგ. აი, განახოთ ეს. ყვაილები უნდა განახოთ. აქ დავდგე ესენი. იყოს. იქის. აბა ნახოთ, რა შვება ჩვენი მწვადი, ვიფანჯარა. ივანე და ბიძინა გრიალებენ. წავედი ხა. ასე თუ ისე დავამთავრეთ დღევანდელი დღე. თუ რამეა გაგაგებინებთ. ეხლა წყნარად არის. მაგრამ გეფიცები, აი წეღან მართლა ფეხი ამოყო იმაში. აი ეგ, გაუღუტუნი. ეს რაღაცა დავინახე პარკი. აი მის ცელოფანი გამი რომ მივაკარ. წავედი დაბლა. არა, დალაგებული ტერიტორია სულ სხვანაირი. აი მე და ხელი მივარწი. მარტო ეს პანჯარა ღია. ყველა დავხურეთ იმის გამო რომ მწვადი სუნი არ შემოსულიყო. საღამოა, რომელია? საღამო ხა 8 საათია ზუსტად. აბა წავედი, აბა ჰე, აბა ჰო. ბედნიერი დღე ყველას. ის რა ცინცინარის. კანდელი სანარეკლი არის, აგე იქ და მეთქი რა არის.
ხორცები ვიყურებდი.